ვაგრძელებთ 10000 შოვნას პოლიციის ცხოვრებით და დღეს არის დღე მეორე, სადაც ძალიან დაღლილები ვართ. ჩემო ძმაო, დილიშვიცაძე, სად მიტასაობ? სახელოსნოში ძმა ქალაქში ცხოვრობ რა იყო? არაფერი, წადი. არადა ეს რამაზე არის ჩვენი წინა ეპიზოდებიდან, ან მეორე არხზე ხო მეორე ეპიზოდები იდება, მაგრამ თუ გინდათ რომ კვლავ გაგრძელდეს ამ არხზეც პოლიციის ვიდეოების ატება, ეხლავე ვიყავთ ეს ვიდეო 10000 ლაიქზე და დააჭერეთ წითელ subscribe ღილაკს, იმიტომ რომ ამ არხზეც მალე უნდა ავიდეთ 100000-ზე თან, ბევრს არ გიქნებათ ეს არხი გამოწერილი და ძალიან მარტივად შევძლოთ ამ ყველაფერს. მაგრამ რაღაც საეჭვო დადის ისე ეს აი მეორე ეკიპაჟის მიყვება აგერ და მე ხო არ გავაჩერო შემთხვევით ეს პირველი, აი ნახე. რაღაც მიტეხილ-მოტეხილი გზებით შედის, ცოტა ხანი აბა გავუყვეთ. რაღაც ზამეტანი საეჭვოდ მიდის. ეხა მარჯვნივ თუ შევხვე გავაჩერე ბუეჭველი. ჩემი кайფსო. პირდაპირ შეეძლო წასვლა და აქ შემოტეხა. შეაჩერე მოძრაობა. ნახე, ნახე. შეხედე ბიჭო რანაირად დადის. შეაჩერე მოძრაობა მეთქი ბიჭო. მომიდომა აქ ეხლა ამან გაქცევა. ბოლო მეორე დღეა ბიჭო გუშინ ისეთი დავალება შევასრულეთ რომ რავი რა და გამარჯობათ კიდევ ერთხელ. რა დავაშავე კი მარა? რა დააშავე და საეჭო დადიოდი ჩემო ძმაო და ერთ საბუთე მომეცი რა. აჰა ძმაო. კევინ როჯასი. არა და ამას რამაზე ქვია, მაგრამ ჭანდაბას ვოდორი არაფერი არა აქვს. ბატონო კევინ, თუ შეგიძლიათ მითხრათ სად ცხოვრობთ? აუ ცხოვრობ ძმაო ამ დასახლებაში რა ხდება პირველად გამაჩერეს. და ამ დილაუთენია კრუგებზე რატო დადიხარ შემთხვევით რამეს ხო არ ჩათლახობთ? რა ლაპარაკია ეს კაცო რა წესია? ესა უკაცრავად, კარგით, ბოდეში გიხდით. რა ვიცი რა, არის ვერ გავიგე. უკაცრავად გააგრძელეთ რა მოძრაობა. გამატარე ძმაო. რა ხდება კი, მაგრამ წადი. აი მეორე ეკიპაჟი მოვიდა აგერ. რა ხდება მშვიდობა? მშვიდობა, ქალბატონებო, იმოძრავეთ, გაბრძანდით. რა ხდება, ამ დილაუთენია რა ყველა გამოსულია ჩემი. გადამბრძანდი რა ჩემი მანქანიდან. რატო ძმაო? გადამბრძანდი თორე დაგაპატიმრებ ეხა წინააღმდეგობის გაწევისთვის. კი ბატონო. გთხოვთ დაემორჩილოთ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას რა, იმიტომ რომ ზედაპირული დათვალიერება უნდა ჩაგიტაროთ ეხლა. რატო კი, მაგრამ რას ცხელ ხაზზე დავრეკავ ეხლა. ცხელ ხაზზე დარეკავ კი არა ძმა. შემოტრიალდი აბა ერთი შენ. ნახოთ რამე კანონსაწინააღმდეგო ხო არ გიდევს, იმიტომ რომ ეხა საფუძვლიანი ეჭვი მაქვს რომ რაღაცას არათუ არაფერი. გეუნებოდით? ერთი წამი ძმაო, ერთი წამი. აბა ერთი შენი ავტომობილიც გავჩხრიკოთ რამე კანონსაწინააღმდეგო ხო არ გვიდევს და არაფერი თო. აბა რა იყო ძმა, ბევრი გაქვს ბენზინი კრუგებზე რო დადიხარ? გამანებე რა ძმაო თავი რა. რავი ძმაო, კაი წადი, ბოდეში გიხდით შეჩერებისთვის. დაბურყავს ხა უფროსი ტვინს თუ ამა თუ ცხელ ხაზზე დარეკა. ოფიცერო. გისმენთ უფროსო. რა ხდება ბიჭო ვერ გავიგე ამ დილაუთენია 7 საათზე რა ხალხის გაჭერება არ გიტყლა შენ. მოდი ერთი რა ლოკაციას ჩაგდე, მოდი ერთი აქ. კარგით მოვალთან ხელფასი გაქვთ მოსაცემი გუშინდელი. ბიჭო მოდი აქ მოდი. ჩემი ჩამეგდო ლოკაცია და აქვე არიან გასულები ეგეც და ის ანუ ჩვენ ვართ რაღაც C კატეგორიის ოფიცერი თუ შერიფი რა ვიცი ვინ ვარ ჯერ აზე არა ვარ და აი უფროსობა აგერ დგას ეხლა წინ მივიდეთ ერთი ნახოთ რა შვრებიან და აქ გავჩერდეთ კიდევ კარგი და ნახე რა. არა ბიჭო მე დავდივარ აქ დილიშვიცაძე რეიდებს ვატარებ უმაში და ესენი ისვენებენ აქ შუა ქუჩაზე, მაგრამ რა ენაღლებათ ეხა უფროსები არიან და შესაბამისად უნდა დაისვენონ ბიძია. მოგესალმებით. რა ხდება ბიჭო ერთი გამაგებინე რა და დამირეკეს ეხლა ცხელი ხაზზე და შენი ხალხიო კამანდასო აჩერებსო ეხლა ქუჩაშიო და უბრალოდ ეს უბიძოს ჭრიკავსო და რა გჭირს ვერ გავიგე აღარ მეორე დღეს კი რა გაგაგდოთ. უბრალოდ დიდბოჟდის გიხდით უბრალოდ შევამჩნიე რომ საეჭოდ მოძრაობდა. სად მოძრაობდა ბიჭო საეჭოდ? ანუ პირდაპირ მიდიოდა და არ გააგრძელა გზა შეუხვია, მერე ისევ გამოუხვია და ისევ ის გზა გააგრძელა რა. ამას უბრალოდ მაგარი შეხოვული აქვს რა. ეხლა მომისმინე შენ ბიჭო. ესე უბრალოდ არ გააჩერო ხალხი რა. ბატარა სოფელია რა ბიჭო რა. კარგით გავითვალეთ და ჩემი გუშინდელი ხელფასი. გუშინ ხო მართლა აბა როგორი იყო ფრენა? მაგან გამახსენა ხო მართლა რა გამიკეთეთ გუშინტო? რას რა ვიკეთეთ? ხო აი რა გამიკეთეთ პირველივე დღეს ვიღაცა კრიმინალთან ერთად ჩამოსვით პრივატ-ჯეტში და გამიშვით ეგ ნორთ იანგტონში და ეს რა წესია? ეხოს ეხა რა $1000 გაქვს პრემია მაღაზე, ესე იგი $1000 მან იქნება $1200 შეგერიცხება ეხლავე. კარგით ეს ტანსაცმელების საყილა ჩემულია ქალაქში რო წავიდე. რა გიგალაგე მომიჯო ქალაქში არა იქნება მომიდოვა ტანსაცმელები. იმოზრავა ბიჭო დილიდან ქუჩაში. კარგით ბოდეში გიხდით რა ვიცი. ჩამერიცხება ესე იგი. დაგისოთ ეხავიან გაიში დაგისოთ. კარგი მიდი აბა შენიც და მიხედე გამოსახებებს. კარგით. ისვენებენ აქ ეხლა რა და რას ვიცით, ჩვენც ალბათ ბევრს ვიმუშავებთ, ბევრი ლაიქი იქნება ამ ვიდეოს. ბევრი გამომწერი მოგვემატება არხზე და განვავითარებთ ყველაფერს. ოკეი, წავედ აბგაზე. აბა დროებით.
მედი აბა შენიც ბიჭო. სხვადასხვა ამ პერსონაჟის სახელი კიდევ ვერ მოვიფიქრე და კომენტარებში აქაც დაწერეთ, რომ იქნება რამე ნორმალური ამოვარჩიო და აქ რა ხდება? აი ესენი ადგილობრივები არიან, ისინი იქით განან და რამე ისინი გააჩერებდნენ, ხა მე რო გავაჩერო, მე უნდა დამერხეს, ხო ის ტვინ უნდა გამიბრუნო, რატო აჩერებ ხალხსო? დისპეჩერი, ოფიცერ და ვიღაცა ძალიან დარბის და გაიგიდე რა. ეხლავე ერთი წამით, აი ჩვენი პირველი დევნა. ეგ არის, ჩავთოთ ნახე რა მაგარია რა ეს რაღაც მიგალკები კარგად ირთვება. როგორ ჩანს, ვისაც ვახ არ გადავტრიალდით. ვაიმე, განყოფილების მანქანა დავამტვრეთ და დაგვერხება ჩვენ ჩამოგვაწერენ მაგას ხელფასიდან, კაი რა. ნახე, ამა ჩაუარა ბიჭო, გვერდა რეაქცია არა აქვს. ცოტა ჩქარი მანქანა მინდა უფროსო რა. ჩქარი არა ის ბიჭო, გაიგეთ დროზე, მიდი ჩვენ ჩაგვიარა აგერ. თქვენ რა საკეთებდით, მე გაკიდებოდით, ნახე რა ადგანანა. მენა რა, არა უშავს. ცოტა ჩქარი მანქანა რო იყოს უფროსო, ცუდი არ იქნებოდა. ბიჭო, წადი დროზე წაიჭირეთ, თორე გაგაგდეს სამსახურიდან. დროზე გადავიდეთ რა ქალაქში და იქ ნორმალური სამუშაო ვიშოვოთ და ნორმალურ განყოფილებაში ვიმუშაოთ რა. შეაჩერეთ მოძრაობა. რას დაგაზოობს ის ტიპი კიდევ ვინ არის ესეთიტო? შეაჩერე მანქანა მოძრაობა, შეაჩერე. მაგარს დადის ბიჭო ტიპი რა უბედურება და იდასპიცა ვარ რა მანქანით არის და მე რა მანქანით მივიზევ ტიპს. ფარები ამათოთ. არა ბიჭო მეცინება ამ მანქანით რო ვიღაცას მივიზევ, მაგრამ ჯანდაბას. ეხა აქ მოდი ესე შევტეხა ვიქნებ რომ ვიგო ვაიმე. კაი გადავრჩი. აქედან გადავაჭრი ესე. მიდი. ნახე, ეხა ჩვენ სადავიჭიროთ. გადაობ ჩვენი პირველი გამოძახება, სადაც ვიღაცას მივიზდებთ. ესე გადავაჭრათ და ეგ არის. ვახ, ბიჭო, რა მანქანით ყოფილა ტიპი და დავამტვრიე განყოფილების მანქანა დაგვერხა. ამასაც ჩვენ დაგვაწერენ ეხატო. შეაჩერეთ მოძრაობა. რა შუები ბიჭო, ვერ დაიჭირე კიდე? უფროსო, მივდივარ, მივიზდევ რა ავტობანზე ვარ. გამოგეკიდებით ახლა მე შენ. მიდი ბიჭო, დროზე დაიჭირეთო. ეხა უფროს როგორ ვუთხარ, რომ GPS-იდან დავკარგე და მალე მე გადავები. road block-ი არ არის აქ. კაი რა. კაი. საჰერო დახმარება მჭირდება. საჰერო გამოიძახე ბიჭო, წავიხუპე ჩემი. რა გამეკეთებინა უფროსო, მე გამეკცა და რა გავაკეთო, მივიზდევ და ვერ ვეწევი. კი ვხედავ, მაგრამ GPS-ი ვერ აღიქოს და მე უკვე გაქცეულად გამოცხადდება რა. სადმე მაინც დაილეწოს ესო პატრონო. თვითფრინავის ვერ გვეწევა. ჩემი ეხა უხსენი ქალაქს რო ესე ვერ დაეწია ჩვენი კაცი თქო რა. მომეცით ბატონო წესიერი მანქანა და დავეწეოდი მე ან თქვენ წინ ჩაგიარათ მაგერ. ჩვენ ბიჭო ვისვენებთ. კარგით ვეწევი, მგონი ვეწევი. შენი ბედი მიდი დროზე. გეხვეწები ოღონერის არ გამექცეს რა. გეხვეწები რა, თან უკვე სხვა შტატში გადავედი, ჩემი. მაგ შტატში არ შემარცხუნო, ეხლა აბა შენიც მიდი. კაი მიდი და ალბათ მაგარ პრემიასაც დაგვირიცხავენ ამაზე, უფროსო მგონი დავეწიეთ. ეგ არის. შო. რა ხდება თო? რა ხდება? გადაობ სადმე ვერ შევამჩნიე გადმოხდა მანქანიდან. შენი გადმოხდა როგორც ჩანს მანქანიდან და ვერ შევამჩნიე ჩვენ, არავინ არ არის აქ, არა. დაგვერხა. უფროსო, ცუდი ამბავი მაქვს. რაკენი. მანქანას კი დავეწიე, მაგრამ შენი მძღოლი არ ზის. შენი კაროჩე რა, გაგეკცა ესე იგი გადახდა სადღაც ვერ შეამჩნიე. ჩემი რა. კარგი. გაჩრიკო ერთი მანქანა რა. კაი, რა ვიცი, გავჩრიკო ერთი მანქანა. ზორი ერთნაირი არა აშკარ. ეს არის. აგერძის ბიჭო მეორე მანქანაში თო. ქალბატონო, გაჩერდით. მოდი აქ, ქალბატონო, გაჩერდი თუ შეიძლება არ მინდა რომ გესროლოთ. გაჩერდი. ოპა. გაჩერდი. ძალიან კაი. ხადაობა, იმენა სად დავიჭირეთ ეს ქალი. ქალბატონო, დაკავებული ხართ? არ დამაკავოთ, გეხვეწები. არა, ქალბატონო, დაკავებული ხართ, ესე ვერ გამოვა. ძალიან შარში გამხვიეთ სხვათა შორის და დისპეჩერი გთხოვთ გამოუშვით რა საპატრულო ეკიპაჟი რომ დაკავებული გაგატანოთ. გეხვეწებით რა, გამიშვით რა. თქვენს გამო ლამის სამსახურიდან გამაგდეს ქალბატონო წეღან და სადმა გაგიშვათ რა, იყავით აგერი. ხო დამტანჯე ჯერ იმ ხელა მანქანაზე და ისეთი სიჩქარით რატო დადიხართ ამ ხელა ქალი 2 დღე დაგჩენიათ. შენი რა. მაგაზე გეფიქრათ. წაიყვანეთ. წამოგდანდეთ ქალბატონო, წამოგდანდეთ. კიდევ კაი ბიჭო გადავრჩიტო რომ უფროსმა არ გაგვაგდოს სამსახურიდან. ეხა რა გამოვიდა რომ აუყავს ორი ერთნაირი მანქანა გაჩერებული. ერთი იყო რომელსაც სავარაუდოდ ამას მივზდევდით. შემდეგ გაჩერდა რა და ამაში გადაჭდა. ვითომ რომ
საკვალი აებნია და რაღაცა. და აუ ტიპი აზიხარ რას დადიოდა? აბა ერთი გავჩრიკოთ ეს ავტომობილი რამე კანონს საწინააღმდეგო ხო არ უდევს აქ. ფედორა რა არის? აქ არაფერი, იმიტომ რომ აქ მერე გადაჭდა და აბა პირველ მანქანაში ნახოთ რამე ხო არ უდევს. აბა გავჩრიკოთ ეს მანქანაც. ბინზური ტანსაცმელები, ტეიზერი. იმენა რა, ამას მე წაიყვანეს საჯარიმოზე. უბრალოდ უფროს ეს დამტროული მანქანა რანაირად ნოვაჩვენო, არ ვიცი. ყოჩა, მომწონს კიდევ კაი, აი გადარჩი სამსახური და გაგდებას რა, თორე უკვე აქ რო დაბრუნდებოდი ვაპირებდი რომ გამეგდე რა. კაია, კარგად გიმუშავე, ესე იგი კიდევ კაი გზაზე რო გაჩერდი და აღარ გაატარე მერე რა. ხო, რა ვიცი, რაღაცა შნელება გააკეთა, როგორ რანაირად არ ვიცი, ამ ხელახალმა რანაირად გამოსგამა რა. არა უშოს მაგას ახლა საგამოძიებო პოლიცია მიხედავს და გამოიკვლევენ ვაფშე რა როგორ გააკეთა რა. კაი, $200 პრემია და 1400 ჯაგერი ცხამწამს. და პლუს $1400 ჩვენს ანგარიშზე. ანუ ეს მამეთ პლუს კი არა, პირველი $1400 და პირველი ხელფასი ხადაობ. მაგრამ თავარი რაც არის ახლა აქედან ტრევორს უნდა მიუტანოთ ქირის ფული. ტანსაცმელები უნდა ვიყიდოთ. და საკმაოდ მალე დაგვეხარჯება სხვათა შორის და ალბათ ამ მანქანის გაკეთების ფულსაც მე გადამახტევინებენ. ქალაქში ჩამოვედით და გეხვეწები ოღონდ აქ არის იდგნენ და აუ აქთგანან ესენი კიდე ჩემი. ეხლა რო არ მივიდეთ ახლოს, არ გამოვა? ალბათ უნდა მივიდეთ. რა უგენე ბიჭო მანქანას? აუ, ჩემი ეს ეხა განყოფილების მანქანა. ნახე ბიჭო რა უკნა ერთი საწლავიჭი მივყოდა. აუქნა ბატონო, დევნის დროს გადავტრიალდი რა და რა გამეკეთებინა. ხო და ზუსტად ეგრე გადაგიტრიალდება ეხა საფულეში $1000. კარგით რა. $1000 ჯარიმას ეხა ხო ვერ მოგატარებთ, მაგრამ მომდენო გამოძახებაზე დაგეკვითება. რაც მე დააჯარებ და რაც მე იმუშავებ, მით მალე მოილება მანქანას რა. კარგით გასაგებია. ყველა ეკიპაჟი საყურადღებოდ სროლა არის ქუჩაში. უკაცრავად? რა უკაცრავად ბიჭო, წადი მისამართზე დროზე. აუ, ეს უფროსი რას აკეთებს თო? მარა, კაი ჯანდაბას, აბა ჩვენც რო გავხდებით უფროსი, ჩვენც გვექნება დასასვენებელი დრო და დილაუთენი აღარ არის, შუადღია, მარა რა ხდება? რა ხდება თო? ტრევორ, გამოდი მოვიდა შენ ეს სიკვდილის დრო. ერთი წამი, ბაბუაკაცო, რა სიკვდილის დრო, გამოდი ტრევორს რას ერთის დედასპიცა? ძმა, რა შვები? ესა, ნაგავი კაცი ეს. გამოდი ჩემს სულთან ერთად, ნუ ხარ მან. ერთი წამი, ძმა, ჩაწიე იარაღი, არ შეიძლება ეგრე მოგცევა? შანსი არა ამოვიდა უკვე ყელში, ჩემი ცოლის რო აქ დაეთრევა ამასთან ერთად და 15 გავაფრთხილა უკვე შანსი, მაგრამ ამოვიდა ყელში. ერთი წამი, ძმა გაჩერდი, ერთი წამი, ტრევორი ეგეთ კაცი არ არის, რომ ეგი კადროს და ღმერთო ჩემო. შანსი არ არის, იარაღს არ დავაგდებ, ან თავს მოვიკლავ. ოპა, გაჩერდი, დააგდე იარაღი? კაი, მაგრამ მე ისთვის მიჭერთ ვერ გავიგე. მომესიც მოუშენი იარაღი და დაჯექი შენ მანდ. მუხლებზე. გამომიყვანე ტრევორი და ჩემი ზოლი აქ. ერთი წამი ძმა ვადექი, უკაცრავად ბორკილები უნდა დაგადო, რომ ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთო. არ გავატიბრე, მაინც ყოველ შემთხვევაში იცოდე, მაგრამ შეიძლება დაგაპატიმროთ, არ ვიცი. აქ დამელოდე. ეხა გაჩერდი ტრევორ, შეხედე ტიპა რა შარში ჩაიგდო თავი. ტრევორ! კაი. ტრევორ სათხარ. ნახე. ტრევორ მეთქი. რა ჯანდაბა ხდება? დაიწყა პოლიციაში მუშაობა და დამატეკი არა ეგრევე. გადი ბიჭო აქედან კი არა, ბიჭო, გამოდი გარეთ, ის ხალი, ის ხალი კი არა, ამ ხალის ქმარი გარეთ მოსაკლავად მოვიდა. მოსაკლავად არა, დავოდი ავთ არ ყოველდღე. მიხედოთ მო თავისოს და არ მოვა აქ. ქალბატონო, თავში ჭკუა გაქვთ ამ კაცს რომ მოდი ხართ? მიხედეთ თქვენ საქმეს რა. მერთო ჩემო. ფუ რა გულისამრევები ხართ იმენა. გადი ძმაო, თავი გავგვანებე რა, იმ კაცს მივხედავ მე თვითონ. იმ კაცს კიდე ახლა რომ იარაღი მივიცე დაუბრუნო და შემოუშვა? ეგ არა. ფუ ჩემი, მოციდით აქედან. უნდა გადავიდი ამ კაცის სახლიდან. პოლე, ჩემი ფული მოიტანე ბიჭო, ტანსაცმელების $150 და ქირის 500. ფუ შენი. $650. სპასიბა. შენ შემოსაყვალებო. $500 აგე. მადლობა ტრევორ, მადლობა. ფუ ჩემი, გოლე ამერევა ეხა. სამსაწყალ კაც კიდე რა უნდა ბიჭო, გაჩხინყურებული. ჩაიცვი მაინც მოდი სულ არ გამიკვირდა ეხა რომ გაიქცა მას თავის ცოლი, მაგრამ ჩემოძმავ ეხა შენ გეტყვი მოკლედ რა. შემეში უნდა მოკლა. არა ძმა, შენ ვერავის ვერ მოკლავ ეხლა აქ, უბრალოდ ეხლა. გაგიშვებ და წადი რა შენს გზაზე რა. უნდა მოკლა მეთქი. აუ, მოდი ძმაო შენ აგერ. დაჯექი აქ. ესე გაგიღებ ამ კარს, შებძანდი. რატომ მიჭერ ვერ გავიგე? ერთი დღე ძმაო შენ ეხა განყოფილებაში გაგაჩერებ და ადმინისტრაციული წესით დაგაკრავე პოლიციის იმაზე რა ქვია. დაუმორჩილებლობისთვის, იმიტომ რომ კანონიერად მოვთხოვე რომ დაეტოვებინა ტერიტორია. მოუნიშნოთ აგერ უახლოესი
წინასწარი დაკავების იზოლატორი. იმენა რამ რო გამოვალ მაინც მოკლავ. მოკალი ამოსაკლავი კი აზმაო, მაგრამ ეხა ჯერ შენი ძოლი მოკალი ტრევორს ასერჩი. ორივეს მოკლავ. რაც გინდა ის ქენი ძმაო, აგერ შენ ჩამოდი. მე ეხა პრემიას მომცემენ ალბათ. Escort by Another Coffee, იმიტომ რომ ამის წაყვანის თავი მე არ მაქვს ხან ნახატად. ნეგარი წაიყვანეს. ესეც ესე. ტრევრითკან უნდა გადავიდეთ მომხვალინდელ ვიდეოში ცოტა სხვა უნდა წავიდე და ხვალ რომ ვიდეო დაიდოს ეხლავე უკვე ეს ვიდეო უნდა იყოს 10000 ლაიქს და ჩვენი არხი უნდა გქონდეთ გამოწერილი. ერთი აქ ცოტა რამე შევჭამო რა თორე ამოვიდა ყელში ძმო მთელი დღე არაფერი არ მიჭამია. რა ჩხუბებთ ამათ აქტო. რა ვიცი ხა სხვისი ოჯახური კომპლექტები რაში მაინტერესებს. ჰოთ-დოგი მინდა უკაცრავად აქ არ მუშაობს არავინ კაცო? არა ძმაო გასულია. კაი ძმაო ბოდიში. მეც მენე ახლა გამოძახება რომ შეასრულე ციხეს რომ მიყვანე მაგაზე $250 არის პრემია, მაგრამ მანქანის ფული გაიჭრება. გასაგებია, ესე იგი დამრჩა 7 არა 650 ხო? კი. კიდე აქ არიან ახი. არა ვიღაცა სხვა რელოდებიან, მაგრამ რა ვიცი რას გაიგები იყვნენ ახლა ჩვენ ახალ გვიშლიან. ყველა ეკიპაჟის აყურებდებოდა რა ლეგალური თევზაობა შეინიშნება და მეტით ადგილზე. გასაგებია, წავედით, 1.8 მილშია, მაგრამ ჯანდაბა სხვა რა გზა არის. და ისე სხვათა შორის მარტო იქით რო დავდივართ, ეს კვადრატი ჩვენი, აქი და აქედაც უნდა ვიმოძრავოთ ხოლმე, ანუ აქეთ განყოფილება არ არის და ჩვენს განყოფილებას ევალება, რომ აქეთ მიაქციოს ამ დასახლებას ყურადღება, თუმცა ერთი აქ ზარო დაგონ არ იქნებოდა ცუდი. მაგრამ ბიჭო, კაი რა არალეგალური თევზაობა არის, არალეგალური თევზაობა. ხალხს უჭირს ბიჭო რაღაცა 1-2 თევზი დაიჭირონ, რომ თავი გადაირჩიონ, ან უკმაპურის ფული იშონ კიდე საჭმელი რა და მაგაზე ახლა კაცი როგორ უნდა დავაჯარიმო, არ ვიცი. კაი, სად არის? აი ეგ ერთგას ის საცუდავი თევზაობს იქ ვახვა ფრთხილად. აქეთაც ხო თევზაობენ ეგრე. თუ არა მარტო იქ თევზაობს ის. არა, ესენი ტელეფონში არიან აქ. კაი რა ბიჭო რა, ვინ დარეკა ეხლა? აი ამ ხალებიდან დარეკავდა რომელიღაცა ნახე. ისე არიან აქ იმენა, აი ხო იცი, ბოღმიანები, ჩირქიანები რო არიან, მაგრამ ჩემო ძმაო, რა შვები? რა შვები ძმაო? რა შვები კი არა, მოკლედ მე ვარ აქაური დეპარტამენტის ოფიცერი და გამოძახება შემოვიდა, რომ აქ არალეგალურად თევზაობენო და. არა ძმაო რა, არალეგალური ვერ გავიგე ეს მეთევზეების ოფელია და არაფერი არალეგალური არ ხდება აქ. ვინ დარეკა კი, მაგრამ ეს რა უბედურებაა. არ ვიცი ძმაო, ვინ დარეკა, მაგრამ შენი ის მინდა რა. სათევზაო ლიცენზია რა, ვინც ეს ლიცენზიები მოიგონა კიდე ყველაფრიდან ფული უნდა აკეთონ. დადეძმავე განკესი მანდ. ძმაო რა ლიცენზია გინდა ვერ გავიგე. სათევზაო ლიცენზია ძმაო მომეცი აგერ თუ გაქვს. Doesn't have fishing license რა. Აი ბიჭო არ მაქვს ხა გამეშვი რა ერთხელ რა. რა გავაკეთო ბიჭო გავუშვა. არა ძალიან არ გაიგოს ახლა იქ ჩვენმა უფროსმა რო ახლა აქ ეს ვიღაც ისეც გამოგვიძახეს ქონდა თუ არ ქონდა ლევეტყვი ქონდა თქო რა. მისვინ ახლა გაგიშვებ ჩემი ძმა რა და გაანებე რა აქტივზობას თავი ეგე ვიღაცებმა დარეკა და ხო ხტები რაღაც ისეთ ადგილას ითევზავე რა. ძმაო ჯიგარი ხარი მენა რა. სპასიბა ბევრი და რა ვიცი მენა გაიხარე. გაიხარე просто მოერიდე ამ ადგილს რა. გაიგე ჩემო ძმაო წავალე ხავ. რა მექნა ძმაო ახლა ამას ხوار დავიჭერდია აქ ამის გამო და თან უკვე ღამდება. და აუცილებლად ლაიქეთ ეს ვიდეო და გამოვიწერთ არხი რომ ხვალვე დაიდოს ამ არხზეც მომდენო პოლიციის ეპიზოდი და ავიდეთ აქაც 100000 გამოვწერთ, ამიტომ subscribe-ით ისაჭირა და არის ღილაკის გააქტიურება არ დაგეზაროთ.